გიბრუნდებით მეორე ტაიმით ნიკოლოზ ცინცაძე გახლავთ ბურთთან და შეიყვანა მან ბურთი თამაში. კარგი დარტყმული, კარგი მოხსნილი ტაოს მორაგბის მიერ და შენახული რაკი. გაამზადა რეზი ბროძელმა ბურთი დასარტყამად ანიშნა გუნდელებს რომ აღალს ვურტყავო და ის ასეც იქცევა კარგი საბრძოლო დარტყმა მის შესრულებით მისდევენ ტაოს მორაგბეები ბოჭვა მოახერხეს ბურთის ამოგდება არაგველი ბურთით. ბაიხოიძემ წამოიღო ბურთი, გაცდა იოანე ხელაიას, ნასოკი ტამბუა მოახერხა მის შეჩერება. რის შემდეგაც იგი მან ვეღარ მოახერხა გადაგორება და ჯარიმა მოედნის ცენტრში ხვამლისთვის. როგორც ვხედავთ, ფრიდონ ციკლაურის ტრამვა არ აღმოჩნდა პატარა და იგი გავიდა მოედნიდან და მეორე ტაიმში თამაში ერთვება ბესიკ თაყნიაშვილი ხვამლის შემადგენლობაში. კობელაშვილი ეცდება რაც შეიძლება შორს გადაიტანოს ბურთი აუტში. დარტყმა ვერ მოახერხა საერთოდ მან ამ დარტყმის კარგად შესრულება. აბრუნებენ ტაოს მორაგბეები ბურთს მეტოქის ნახევრისკენ. თავის მხრივ ცინცაძემაც იგივე გააკეთა, წამოიღო ნასოკი ტამბუა ბურთი, ამოგდება ზოიძე ბურთთან. ბროძელის დარტყმა ვნახოთ, ადგილზეა კაკაურიძე. რასმორბის კაკაურიძე. კარგი ბოჭვა, მაგრამ მოახერხა ამ ბოჭვიდანაც ამ ბოჭვის ასხლეტაც მან თაყნიაშვილი ბურთთან. ვარდოსანიძემ გაამწვავა, კარგი გამწვავება იყო. ისევ თაყნიაშვილი საკმაოდ სწრაფად უტევენ ხვამლის მორაგბეები ზაურლუტიძე ბურთთან. კარგი პასი, კიდევ კარგი პასი, რა ხელის კვრა განახორციელა ხვამლის მორაგბემ. გელაშვილი და თაყნიაშვილი ეცდება რომ დაარტყას ბურთი კიდისკენ, ადგილზეა ტალახაძე. შორი გამოტანა, ტოვებს იგი ბურთს მოედანში, ბურთთან არის კობელაშვილი, მაღალი საბრძოლო და კურტანიძე მისდევს ბურთს. ალალზე იჭერს ნავროზაშვილი ბურთს, ახლა დაელოდება იგი თანაგუნდელებს რომ ჩამოვიდნენ უკან, რის შემდეგაც იგი დაარტყავს ბურთს შორს მეტოქის ნახევრისკენ. ადგილზეა თაყნიაშვილი, პასი ცინცაძეს, კიდევ ერთი პასი არაგველის მიმართულებით. ლუტიძე ბურთით ჩაუგდო მეტოქეს ბურთი ხელებში, ხელაია უტევს. მოკლე ფრთაზე ძალიან სახიფათო შეტევა ტაოს შესრულებით და მე მგონი ახლა ვერაფერი ვეღარ გადაარჩენს ხვამს კიდევ ერთი მიღებული ლელოსგან და ასეც არის ძალიან კარგი ლელო შემოგთავაზა ოთარ მეტრეველმა, რომელიც დღეს ფრთაზე მოგვევლინა. მისი პოზიცია როგორც წესი არის ხოლმე შუამარბად, ახლა იგი ფრთაზეა და აქედანაც ახერხებს ძალიან კარგი და ლამაზი ლელოს გატანას. ანგარიში გახდა 15-5 და საკმაოდ რთული პოზიციიდან ეცდება ოთარ ტალახაძე რომ შემატოს თავის გუნდს კიდევ ორი ქულა. ვერ მოახერხა ტალახაძემ ამ დარტყმის წარმატებით შესრულება. ანგარიში გახლავთ ისევ 5-15 ტაოს ასარგებლოდ.
და კიდევ ერთხელ განაახლებს თამაშ ცენტრიდან თბილისის ხვამლი. თვალი მოუკარი გიგი გიგინეიშვილსაც ვის ნაცვლად არის შემოსული ეს მორაგბე ამასაც მოგახსენებთ მალე. კიდევ ერთი შეკინება ტაოს ნახევარზე თაყნიაშვილი შეაგორებს ბურთს შეკინებაში. იროდიონ ქუცნიაშვილი შემოვიდა ტაოს შემადგენლობაში, შეცვალა მან გიორგი ჯამბურიძე 3 ნომერი, ასევე გიგინეიშვილი, როგორც ზემოთ აღნიშნე, ივანე ხელაიას ნაცვლად შემოსულა მოედანზე. არა და კარგი ეპიზოდი ქონდა ჯამბურიძეს ტაიმის ბოლოს. არა, ჯამბურიძეს მოედანზეა, როგორც ხედავ, აქ ოქმში შეცდომა არის. ჯამბურიძე არ შეუძლია. ჯამბურიძე 3 ნომერზე დგას. კი ბატონო. საბა ბუხრიკიძე შეუძლია უკაცრავად. საბა ბუხრიკიძე გავიდა. ტაოს პირველი ნომერი, ვნახოთ რა მოხდება ამ შერკინებაში. ნამდვილად სწორად დაინახა. სულხან ჩიხლაძემ იროდიონ ქუცნიაშვილმა ვერ გაუძლო წნეხს, აშკარად მისი შეკვრა იყო მიწისკენ მიმართული, რამაც გამოიწვია შერკინების ჩავარდნა და ცინცაძე ეცდება რომ აუტს უწიოს, რაც შეიძლება ხელსაყრელ პოზიციამდე. ვერც ისე შორს ვერ მოახერხა, მან ბურთის აუტში გადატანა 22-ის ოდნავ შიგნიდან მოაწვლის ბურთს ვარდოსანიძე. სწრაფი შემოგდება აქ აღარ გამოვიდოდა, რა თქმა უნდა, მოწყობილი იყო მთელი დერეფანი. აღარნაირად აღარ გამოდიოდა ეს სწრაფი მოწოდება, ამიტომ თავიდან შემოვაგდებს ბურთს ვარდოსანიძე. ძალიან რომ შევახსენოთ მაყურებლებს ეს წესი, წინ დავინახეთ რომ აუხტა ტურანგათა მეტოქეს, ანუ უნდოდა ებრძოლა ბურთისთვის, რა დროსაც არასწორი მოწოდების წესი მოქმედებს და იყო ნამდვილად არასწორი მოწოდება შესრულებული ვარდოსანიძის მხრიდან და აირჩიეს შერკინება ტაოს მორაგბეებმა. მე მგონი ესეთი არასწორი მოწოდება იყო, რომ სულ რო არ ამხდარიყო მეტოქე. ტაოს კარგი შეხვედრა აქვს დღეს. ძალიან მნიშვნელოვან ქულებს ამ მომენტისთვის იხვეჭს სამცხე ჯავახეთის გუნდი და გუშინ წინ ჰქონდა გიორგი შკინის დაბადების დღე. მიულოცავენ გიორგი შკინის. თუ ასე დასრულდა, კი, თუ მოახერხეს გამარჯვება ამ მატჩში. მით უმეტეს მნიშვნელოვანი ხდება ტაოს ეს ქულები, როდესაც ვნახეთ ყოჩების თამაში გუშინ, რომელთაც ძალიან კარგად ითამაშეს და მოახერხეს უსაზღვროდ საჭირო გამარჯვების მოპოვება თბილისის არმიასთან. რა თამაშის გუშინ გვაჩვენეს ყოჩებმა, თუ ესე შეძლებენ ისინი დარჩენილ ტურებშიც წარს დგნენ. ხო, ყოჩებს ახასიათებს. წინა სეზონებშიც ვნახეთ, რომ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება გუნდს, გადამწყვეტ მომენტებში ახდენენ მობილიზებას ნამდვილად. ხო, საპლეიოფო ზონაში რომ შეაღწიეს და შემდეგ ძალიან მაგრად იარეს ეს სეზონიც გვახსოვს. კამდეც ფინალში, როდესაც ბათუმთან დათმეს მატჩი, მაგრამ იქამდე ძალიან ბევრი ღირსეული მატჩის ჩატარება მოახერხეს.
ასე რომ ჩამოსაწერი ეს გუნდი მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ერთ შეხვედრაში 15 კაცს გამოვიდეს მეორე შეხვედრაში ნახეთ რომ არმია რომელიც უდაო ფავორიტი იყო გუშინდელი მატჩის დაამარცხეს მათ და დაამარცხეს ძალიან დამაჯერებლად 24-ით 16. არმიათან რომელიც ძალიან კარგ სეზონს ატარებს ძალიან ლამაზი მატჩებით და მასობაში გამარჯვებით კურტანიძემბურთან რა წაიღო კურტანიძემბურთი მოიგო 1-15 მეტრით ირაკი მიაყოლა აბზერიძეს თავის მხრივ რას მიდის როგორი წინსვლა აქვს ხვამს გაიშალა ფრთაზე მაგრამ მოახერხა აბზერიძე არა მოახერხეს მის შეჩერება ძალიან დაცვაში კარგად ითამაშა მიუხედავად ორი ასეთი მძლავრი წაღებისა და წინა ფეხზე შემტევი ხვამლისა მოახერხეს ბოლო ზონაში გადაწყობა დაცვის გადავსება და საბოლოოდ კი წვავე შეტევა. ასე რომ აქტივში ტაოს ჩაეწერება ეს ეპიზოდი, თუმცა ჯერ განმუხტული სიტუაცია არ არის შერკინება. პრობლემა იყო მთელი პირველი ტაიმის და მეორე ტაიმის განმავლობაში რაც ერთადერთი, როდესაც დასტაბილურდა ეს იყო სულხან ჩიხლაძის მიერ გაძევებული მოთამაშეების შემდეგ. 1-2 შერკინება. 1-2 და დაბრუნდნენ თუ არა აირია. თხილად უნდა იყვნენ ეს მორაგბეები, რადგან ერთი ყვითელი ბარათები მიღებული აქვთ და თუ გამოიკვეთა ის რომ მათი ბარათების მერე შერკინება დადგა, ეს უფრო გაუღრმავებს საჭს იმ აზრს და რწმენას, რომ მათი ბრალი იყოს სწორედ ეს არასტაბილური შერკინებები და კიდევ არ გამოკრან ხელი ყვითელ ბარათებს, რაც უკვე წითელი ბარათი გახდება. მაგრამ შეიცვალა ტაოს 2 ნომერი, ხვამლის 2 ნომერი უკაცრავად. ამასობაში მოედანზე შემოვიდა საბა კურატაშვილი, გიორგი ვარდოსანიძის ნაცვლად. ალახაძე მზად არის და მობილიზებულია. მიაწვა ტაო. მოიპოვეს ჯარიმა ტაოს შერკინების მოთამაშეებმა. ოთარ ტალახაძე კი ეცდება, რაც შეიძლება შორს დაარტყას ბურთი. არც ისე შორს გამოუვიდა მას ამ დარტყმის შესრულება. დაახლოებით 20 მეტრის მოგება შეძლო მან საკუთარი გუნდისთვის. გუცნიაშვილმა გამოასწორა თავისი შეცდომა. ერთხელ დაჯარიმდა, ერთხელ კი მოახერხა მეტოქის დაჯარიმება საკმაოდ საჭირო შერკინებაში გააკეთა. ან ისე ხმამაღლა და დომინანტურად მოახერხა ეს იროდიონ გუცნიაშვილმა. კი მაცკეპლაძე ბურთით, ბურჭულაძემ ორთაბრძოლაში რთულად მოახერხა ბურთის ჩამოხსნა. და წინოს ახლა კვაბზერიძემ მეტოქე ასეც იქცევა. დაალაგებს ახლა ბროძელი, დააგძელებს რაკს, ძალიან ზედმეტად არ უნდა გაწელოს მან დრო ვიცით. იყო შეხება ბაიხოიძემ და შეუტევს ძალიან სახიფათოდ ჰამლეთ გოგია, მიდის ვერ ახერხებენ მის წაქცევას მეტოქეები. სწრაფი ბურთი უნდა ახლა ხვამს, ასეც ხდება. შემდეგ უკვე მეორე მხრიდან ვერ შეიმაგრეს ბურთი ხელში ხვამლის ხაზის მოთამაშეებმა. შერკინება ამჯერად ხვამლის მეტოქის 22-ში. რეზო მახარაძეს მოედანზეა შემოსული, მან შეცვალა ჰამლეთ დოალი, გამოგვეპარა ჩვენ ამის შესახებ. თუმცა ჯობს მოგახსენოთ გვიან ვიდრე არასდროს. აი ხვამს უკვე ყავს შეცვლილი ის გასიმბინებული მორაგბე გიორგი ვარდოსანიძე, მის ნაცვლად საბა კურატიშვილი საბოლოოდ ჩაერთო ცოტა ხნის წინ შეხვედრაში. მაგრამ რამდენადაც ხედავ და
ოქმშიც ასეა, გივი მაწკეპლაძე ისევ მოედანზეა. განაგრძობს სულხან ჩიხლაძე აქტიურად მითითებების მიცემას მოთამაშეებზე. ცდილობს რაც შეუძლია თვითონ გააკეთოს იმის გაკეთებას მსაჯი, მაგრამ თუ არ შეუწყო ამ ყველაფერს ხელი მოთამაშეებმა, არ გამოვა მაინც არაფერი, რამდენიც არ უნდა მოინდომოს მსაჯმა. ისა ისევ ბიძგი, ბრავო ტაომ. გამოასწორა ძალიან დგომი. ძალიან ძიმე მიწოლა შემოგთავაზეს სამცხე ჯავახეთელებმა. როგორც ჩანს, ხვამლს ის შეცვლები არ გამოადგა, აი რაც შეეხება ტაოს პირიქით, ხუცნიაშვილმა ზედიზედ მაგრად შემოვიდა შეიძლება ითქვას ხუცნიაშვილი. თუ არ ჩავთვლით იმ ერთ ჯარიმას, რომელიც პირველი მაინც შეიძლება გახურებაში ჩაუთვალოს. თან წნეხში მოუწია ეს ჩავარნა წნეხის გამო. თუმცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გამოასწორა მან ეს ყველაფერი, ორჯერ მოახერხა მეტოქის დაჯარიმება და ამოვიდნენ ცენტრში ტაოს მორაგბეები ამასობაში. რა კარგი აუტის მოწოდება მოახერხეს სამცხე ჯავახეთელებმა ტურანგათა შემოდის გამწვავებაზე. ბროძელმა ძალიან კარგად ჩართო. შეტრიალდა შეტევა კუცნიაშვილი, ბლოკირებას ხომ არ გავდა არა, ჩაიარა ეპიზოდმა მაწკეპლაძე. ჩაჯდა ბურძე ლუტიძე, ვერავერ მოახერხა ამ ბურძე ჩაჯდომა და შეელია შემდეგ რაც სწორი გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან. ბროძელი რას გვიმზადებს ფეხს და კიდევ ერთხელ დააფარეს. კარგი პასი, ახლა უნდა გაშალონ ხომლის მორაგბეებმა ბურთი, არაგველი ბურთთან ძალიან სწრაფი შეუძლია ეპიზოდის გამწვავება და კონჩეტევაზე როგორ თამაშობს ხომლი ესეც ნახეთ. აირი და ტურანგათასთან შეჯახება არაგველმა რა ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა ღვთის მოთამაშის მხრიდან. გამოსტყუა ჯარიმა ფრიდონ ციკლაურმა, ბესიკ თაყნიაშვილმა უბრალოდ არბიტრს შორი გადაკიდებული ფრთაზე რა სახიფათო შეცდომის უფლება არ აქვს. ვერ მოახერხა კაკაურის ზემბურთის აღება. ადგილზე იყო ვასაძე, რომელმაც მოახერხა დაემორჩილებინა ბურთი და არ დაადებინა ლელო მოწინააღმდეგეს. ვასაძე და კურატიშვილი კარგად უნდა იცნობდნენ ერთმანეთს, ისინი პირველ ლიგაში საკმაოდ დიდხანს ასპარეზობდნენ ერთმანეთის პირისპირობით. არმასში გამოდიოდა კურატიშვილი, როგორც რამდენადაც მახსოვს და იუნკერებში ვასაძე. კი. ახლა რა შემოგთავაზებს ხომლი ძალიან საინტერესოა სახიფათო პლასტარმია შესატევი ნამდვილად მეტოქის 22-ში დერეფნიდან. კურატიშვილი ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო. ნამდვილად. თუმცა რამდენადაც მახსოვს ის იმასაკის წარმომადგენელია, რომელსაც ჩაუვარდა COVID პანდემიის გამო, რომელსაც არ გაუმართლათ ძალიან მაგამ ბავში. მატკავა ივანიშვილი ზოგმა მოახერხა მაინც თავის გამოჩენა, ზოგის კარიერას კი დიდი კვალი დაატყო ამ პერიოდმა. გაიშალა ხაზელუტიძე ქობელაშვილს წაუკითხეს კომბინაცია. თაყნიაშვილი ამუშავებს მორკინალებს, თუმცა ბონგინდრაუ მოახერხა შებოჭდა და უნდა გადაგორდეს ბონგინდრაუ აუცილებლად, როგორც ჩანს ბურთი ხელმისაწვდომი იყო, ხედავდა ამას მსაჯი. ჩქარდა შეცურებაც და დამიწება იქნება. საქმეში აქტიურად ჩაერთო. ბალეილევკა ძალიან სახიფათოდ უტევს ხომლი, მაგრამ ვერ ახერხებენ დაბოლოებას ხშირ შემთხვევაში. აო, ახერხებს ბურთის კონტროლს. და კომფორტულად ასეგრძნობს თავს. აი რაც შეეხება ხომლს, ისინი ელოდებიან თავიანთ შანსს და წვავენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. დაბოლოებას ვერ ახერხებენ, ერთი შემთხვევის გარდა ვერ მოახერხეს მათ მეტოქის დალელოება, ვერც ქულების გატანა ჯარიმიდან.
როგორც ჩანს, ბურთის შეცურების შემდეგ ტაოს მოთამაშეებმა აიღეს ბურთი ჩათვლის მოედნის გარეთ და დაამიწეს საკუთარ ჩათვლის მოედანში, რაც ნიშნავს ავტომატურად 5 მეტრიან შერკინებას მეტოქისთვის. და ძალიან სახიფათოა ყოველთვის ეს 5 მეტრიანი შერკინებები. ნახოთ ამ შემთხვევაში რა აი აქ დასჭირდებათ ახლა ქუცნიაშვილის მაქსიმალური ჩართულობა და ეს ეფექტი, რომელიც მან შემოიტანა. ნახოთ თუ მოახერხებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი შერკინების განმუხტვას იროდიონ ქუცნიაშვილი. თავის სანაგუნდელების დახმარებით, რა თქმა უნდა, მარტო ვერაფერს. მინიმუმ კომფორტულად არ უნდა გაატანინონ ბურთის აბა კურტანიძეს, რომელიც ამ ზონაში განსაკუთრებით სახიფათოა. ნამდვილად. პირველ არხში ცდილობს ხვალ ბურთის გატანას, ასეც არის წამოიღო კურტანიძემ ბურთი, მაგრამ მოახერხეს მის შეჩერება. კიდევ ერთი მიძალება. მარჯვენა ფლანგი უკვე მზად დახვდა. კარგად წაიკითხეს შეტევა ბილაშვილი. ტაოს მორაგბეებმა. იძალება ხვამლი გამალებით. ძალიან ცოტა შეძრა კვაბზირიძე, მაინც მოახერხა ლელოს გატანა ხვამლმა. დააგვირგვინა თავიანთი. მიუძღვნა კიდეც კვაბზირიძემ თავისი მეორე ლელო ვიღაცას, ეს თვითონ იცის და იმ ვიღაცამ ვისაც მიუძღვნა. ამასობაში კი კვაბზირიძემ დუბლი შემოგთავაზა. ერთი ლელო პირველ ტაიმში, ძალიან ლამაზი, ერთი ლელო მეორე ტაიმში და ანგარიში ხდება 10-15. ტაოს სასარგებლოდ. ნიშნულოვან გარდასახვას შეასრულებს ახლა ცინცაძე. იკა ცინცაძე. ისევ ცინცაძე აპირებს დარტყმის შესრულებას, ვიმედოვნოთ, რომ ამჯერად შეძლებს ის წარმატებულად განახორციელოს დარტყმა. ეს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას მოგცემს მატჩისთვის, რაც ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ძალიან სახალისო და საინტერესოა. არც ის რთული დარტყმა არის შესასრულებლად, ალბათ დამეთანხმების აბა წესით ტაიმის ბოლოსაც არ ქონდა რთული დარტყმა, მაგრამ დღეს როგორც ჩანს არ არის მისი დღე. აი ეს კი უნდა გამოიყენოს აუცილებლად ტაომ, რომ სადგამიდან არ მისდის. მიჩვეული ცინცაძის მხრიდან ამდენ გაფუჭებულ დარტყმას. თან ამდენი გაფუჭებულის შემდეგ, როდესაც ქობელაშვილი არიღებს საკუთარ თავზე, ესეც საინტერესოა, მასაც ძალიან კარგი ფეხი აქვს. ალბათ ეს ბოლოც დაიყო ცინცაძის მხრიდან და შეცვლის სავარაუდოდ ხვამლი დამტყმელს. და ალბათ ქობელაშვილი შეეცდება მომდევნო დარტყმების შესრულებას. ამ ტურის წინ კურტანიძე მოდის. კურტანიძისთვის 2-3 მეტრის ბურთის წინ წაღება უმარტივესი ოპერაცია არის. მივეჩვიეთ უკვე ამას ჩვენ. ძალიან კარგია იგი ამ კომპონენტში, ძალიან. ნახოთ საჰაერო ორთაბრძოლა დარჩა. ელდება შეტევა, ბაიხოიძე ძალიან კარგი წამღებია, ისიც ასევე გაუვარდა წინ ხვამს ბურთი და ტაო ესდება კონტრშეტევაზე წამოიღოს ახლა თავის ნახევრიდან. შეუძლია ტაოსაც და გვახსოვს არაერთი მათი ლამაზი ეპიზოდი თამაშგარე და შანსი სამცხე ჯავახეთის ტაოს, რომ კიდევ უფრო მიუახლოვდეს მეტოქის ლელოს მოედანს და განიმტკიცოს კიდევ უპირატესობა, რომელიც ახლა აქვს ტაბლოზე. გიგი გიგინეიშვილია მოედანზე შემოსული, 9 ნომრის პოზიციაზე კი გიორგი ნოზაძე. მეტრეველმა იგდო ბურთი ხელთ, როგორც ჩანს მეტრეველი გააგრძელებს ტაოსთვის ფეხის დარტყმას. არ უნდა კარგი სოლიდური დარტყმა ოთარ მეტრეველის. თითქოს ისე მიყვა მდევარი, რომ თითქოს არ გადადიოდა, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ზუსტი დარტყმა შეასრულა. როგორც სტაბილურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა მეტრეველი ტაოს შემადგენლობაში და მან გაიტანა ხო ტაიმის სტარტზე და კარგი ეფექტური მაგარი გადაკიდებით მოახერხა მან მეტოქის დალელოვება. შეასრულა იმ ეპიზოდში არ იყო მარტივი დასალელოებელი და კი, ნამდვილად, სოლო ლელო შემოგთავაზა. როგორც მახსოვს, მან მიიღო შემადგენლობაში ყოფნის შანსი, როდესაც ივან ხელაიამ მიიღო ტრავმა პირველ წრეში და ისე და გიგინეიშვილიც და დაშავდა, კი მაღალი ბოჭო. კი ბატონო, ნამდვილად მაღალი ბოჭო იყო.
წესდადარიგით არ უნდა მოყვეს ამ უხეშობას ბარათი გამომდინარე იქიდან რომ ხრიდან აუცდა ხო და არ იყო დიდი საფრთხის შემცველი ასეც ჩაიარა ეპიზოდმა ქობელაშვილი გადადის კიდეზე მაგრამ ქობელაშვილის დარტყმული არ არის ისეთივე სოლიდური როგორიც იყო ოთარ მეტრეველის და 4 მეტრეველზე რასაც ვამბობდი, გამიწყდა აზრი დავასრულებ. ისე კარგად მოახერხა მან იმ შანსის გამოყენება, გვახსოვს ყველა თამაში მინიმუმ 1-2 ლელოს დადებას ახერხებდა და ახლა გადავამოწმე და ჩამოყალიბდა 7 ლელოს დადი. ჩამოყალიბდა ერთ-ერთ შეუცვლელ მოთამაშედ ტაოს შემადგენლობაში. კი ბევრი კარგი მატჩი ჩაატარა მეტრეველმა. ნამდვილად. თამაშგარე რა თქმა უნდა ეს არის უმარტივესი ჯარიმა რაც შეიძლება გააკეთოს მოთამაშემ გამოეთიშა თითქოს წამიერად კონცენტრაციის ვარდნა იწვევს ხოლმე სავარაუდოდ ესეთ ჯარიმებს არა და პატა ბურჭულაძე ზედმიწევნით იცავს ხოლმე იშვიათად რომ ესეთი რამე შეემთხვეს პატა ბურჭულაძეს ნამდვილად ნახოთ შანსი ხვამლს ტაოს შეცდომების შემდეგ ამასობაში შევედით ბაჩის ბოლო მეოთხედში ანგარიში ძალიან დაძაბულია მატჩი ძალიან დაძაბულია ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები კურატიშვილი ბურთთან ჩამოგდება პირველი დარტყმა ლუტიძეს ბევრი არბენინეს და გააკეთა უპირატესობა მიაბა სტრაფი ფაზა კვაბზირიძე ბურთით რა აქტიურია დღეს კვაბზირიძე ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს უნდა აღვნიშნო ახლა კურტანიძე ეძალება ბურთით გავიდა ხაზე ქობელაშვილი და იქნია თავად მოუწია შესვლა გაძვრა და ლელო გათანაბრდა ანგარიში ქობელაშვილს თითქოს ამოუკეტეს სივრცე გარეთ თამაშის გაგრძელების თუმცა მონახა თავისივე საარბენი ზოლი მაგარი ლელო შემოგთავაზა ქობელაშვილმა დაცვამ იმხელა აქცენტი გააკეთა პასზე რომ ქობელაშვილმა თვითონ შეძლო იმ ღრიჭოს გამოყენება რაც გაჩნდა ტაოს დაცვაში და გათანაბრდა ანგარიში მატჩის 66 წუთისთვის და კარში ბატონო თაყნიაშვილი როგორც ვივარაუდეთ შეცვალა ხვალმა დამრტმელი და ახლა თაყნიაშვილი ეცდება შემატოს თავის გუნდს კიდევ 2 ქულა ესეც მარტივი გარდასახვა ხო იშვიათი შეცდომა ტაოსგან დაცვაში ასეთი ყოველი შემთხვევისთვის ჯერ ამ მატჩში მე მგონი არ მომხდარა და ერთხელ მოუვიდა და ხვალმაც გამოიყენა ეს შეცდომა მეტოქისა ნახოთ რაც იცავს თაყნიაშვილი გამურბენი არის მოახერხა მან გატეხა ნავსი როგორც იქნა ხვამლის ვერ გატანილი დარტყმებისა და ანგარიში გახდა 17-15 ამჯერად უკვე ხვამლის სასარგებლოდ პირველად ახერხებს თბილისის ხვამლი წინ გასვლას დღევანდელ შეხვედრაში დაიძაბა მატჩის მიმდინარეობა კიდევ უფრო ვის ეყოფა ენერგია და ძალა რომ სათავისოდ შემოაბრუნოს შეხვედრა თამაში კარგი საბრძოლო მე ვერ დაიჭირა მოახერხა კვაბზირიძე მაინც ბურთის დამორჩილება მაგარ შეხვედრას ატარებს დღეს კვაბზირიძე ნამდვილად რა გადაყარა კურტანიძემ ორი კაცი ერთდროულად თან დიდი კაცები ახლა კი დარტყმა საბრძოლო თაყნიაშვილის შესრულებით ისევ კვაბზირიძე მისდევს ბურთს და ბოჭვა ტურანგათას ვერა მოახერხა მან ბურთის ამოგდება ძალიან აქტიურია ხვამლი გატანილი ლელოს შემდეგ არ აძლევენ მოსვენებას მეტოქეს გიორგი მანჩხაშვილი შეცვლილა ხო ტაოს შემადგენლობაში რეზი ბროძელიც კი და ჯამბურიძეც კარგი დარტყმა ძალიან უკან დაუცველ ზონაში ბალეილევუკა ბურთთან ძალიან სწრაფიან ბალეილევუკა არ უყვარს მათ ფეხის დარტყმა დიდად რა კონტაქტი გააქტიურდა ძალიან სორეული შეცურება სად არის ბურთი არა მოედანშია ბალეილევუკა ფეხს იშვიათად შორს თუ დაარტყავს ხელით უყვარს წამოღება ან მოკლე შეკიდება ისევ თვითონ რომ ითამაშოს შემდეგ ამ ბურთზე არაგველი ბურთთან უტევს არაგველი სახიფათოდ მოახერხეს მისი შეჩერება ტაოს მორაგბეებმა კარგი გადაყრა
ახლა ცდილობს გაშალოს შეტევა ხვამლი, ისევ კვაბზირიძებურთან კარგი მიძალება მის შესრულებით 1.5 მეტრი მაინც მოახერხა, მაგრამ წინ წაწეულიყო თაყნიაშვილი ბურთან. კაი პასი და კაი ბოჭვა კურტანიძეს ვასაძის მხრიდან შესრულებული. ძალიან ჭკვიანურად ითამაშა ვასაძემ, იმიტომ რომ მან იცის, რა თქმა უნდა, რომ ზემოდან დახვედრა საბა კურტანიძესთან არ არის მაინდა-მაინც ხელსაყრელი ამბავი. ახლა კი ფრთაზე შლის ბალეილევკა ბურთან ჯვარზე შემოვიდა. თამაში, მაგრამ წინ დაუვარდა ბურთი, უპირატესობა დამთავრდა სავარაუდოდ ტაოსი. ვინ მიასწრებს ბურთთან? ნავროზაშვილი და კურტანიძე გარბიან. ფეხით თითქოს სადამ ირტყმა, მაგრამ აი აქ გაუჭირდება ბურთის გადარჩენა, მაგრამ ჯარიმა პირიქით. კი ბატონო. ვერ ხვდები რომ რა დაჯარიმდა აქან ვინ მიიღო ბარათი. როგორც ჩანს საბა კურტანიძე მომეჩვენა მეც ნამდვილად მომეჩვენა რომ უბურთო კაცზე გააკეთა ბოჭვა კურტანიძემ კერძოდ ნავროზაშვილზე. დარწმუნებით ვერ დავინახე, მაგრამ რა კარგი შანსი მიიღო ახლა. ჯარიმა კარის წინ, ყვითელი ბარათი კაპიტანს და გარდა კაპიტნისა ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს. კვაბზირიძესთან ერთად მოედანზე ალბათ საუკეთესოა. ნამდვილად ყველა თამაში ახერხებს კურტანიძე იყოს საუკეთესო თუ არა, საუკეთესოსთან მიახლოვებული მაინც და დაისაჯა ხვამლი, დაისაჯა ყვითელი ბარათით. რაღაცას გაივლიან როგორც ჩანს საჯები. აქტიური კომუნიკაცია აქვს თანამსაჯებთან. როგორც ჩანს ტაოს მოთამაშეები ეკითხებოდნენ საჯს ხომ არ იყო ტექნიკური ლელოს შესაძლებლობა რომ განხილულიყო და რომ აუხსნა სულხან ჩიხლაძემ ვერ გეტყვით ზუსტად რა უთხრა, მაგრამ როგორც ჩანს არ იყო საკმარისი მომენტი იმისთვის რომ დანიშნულ ტექნიკური ლელო, რასაც მე პირადად ვეთანხმები, იმიტომ რომ ვერ შეძლო ბურთზე ფეხის მიტყვა, ბურთი არ წასულა ჩათვლის მოედანში. ამიტომ საკმაოდ დამსახურებული გადაწყვეტილება და ყვითელი ბარათი კურტანიძეს ტექნიკური ლელოს გარეშე. ასევე სამი ქულა, რა თქმა უნდა, ტაოს, რადგან მოახერხეს მათ წარმატებით შეესრულებინათ ჯარიმა და ანგარიში გახდა 18-ით 17-69 წუთზე. ტაოს სასარგებლო. საბა ნიკოლაშვილი გატანილი ჯარიმის ავტორი. რაღაცა შეასაქმე როგორც ჩანს ტექნიკურ ზონაში. მოაგვარებს სულხან ჩიხლაძე დარწმუნებული ვარ უცებ და დაუბრუნდება მატჩს. ალბათ ზედმეტი ემოცია ან გამოხატვის ფორმა იყო ისეთი, რაც არ ჯდებოდა. სავარაუდოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ ეგ ყველაფერი. ნორმებში ორივე მხარესთან გაიარა ეს ეპიზოდი. პიკს ახდენს დაძაბულობა, პიკს ახდენს 10 წუთი. სულიად ლოგიკურია 10 წუთი კატნაკული ხვამლი, ერთი ქულა სხვაობა, არა და ხვამს ძალიან კარგი მომენტები ჰქონდა. ნამდვილად. თუმცა ტაო იყენებს თავის შანსებს ბევრად უკეთესად ვიდრე ამას ახერხებს. თბილისური კლუბი კარგი დარტყმა მიყოლა განახლება. ძალიან საინტერესო 10 წუთი გველოდება დარწმუნებული ვარ მატჩისა, კარგად იცავს ხვამლი, არ აძლევს მეტოქეს 1 მეტრის წინ წასვლის საშუალებას. როგორც ჩანს 22-ში აბურთი ფეხით თამაშობს ნოზაძე. და თამაშობს ძალიან კარგად 10 მეტრიანსაც გადაცდა. იპოვა თავისი თამაში ისევ ტაომ და იპოვა ძალა საკუთარ თავში ახლა რომ ხვამლის ეს ტალღები შეტევის მოიგერიოს. ნახოთ 9 წუთი 10 წუთი დაახლოებით შეხვედრის დასრულებამდე ერთადერთი ქულა სხვაობა ნებისმიერი შეცდომა შეიძლება მატჩის ფასად დაუჯდეს. ბალეილევუკა ძალიან სწრაფია ბალეილევუკა და მას ბონგინდრა უწამოეწია და ძალიან კარგი ბოჭვა ასევე მისი შესრულებით და ბურთი აუტშია. ორმხრივი წინ თამაში ბურთი ექნება ტაოს შეერკინებებს თუ გავიხსენებთ ბოლო ეპიზოდებში ისინი შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეცდებიან ისინი ამჯერადაც ჯარიმაზე თამაშს.
ну ყოველი შემთხვევაში უპირატესობა მათ მხარეს უნდა იყოს შეიცვალა ჯამბურიძეც და დასვენებული გიორგი მანჩხაშვილი ჩაერთო ცოტა ხნის წინ, ასე რომ შეიძლება არ გარისკომ პირდაპირ ჯარიმაზე თამაში, მაგრამ ბურთი მათ უნდა დარჩეთ. თუ გზად ხელი წამოკრეს, შესაძლებლობა უარს ნამდვილად არ იტყვიან. რა თქმა უნდა, უკეთესად და უფრო კომფორტულად გავლენ საკუთარი 22-ის მისადგომებიდან. რაღაც ჩაშორჩულა ორმა ნომერმა იროდიონ ქუცნიაშვილს სავარაუდოდ რაღაც მიწოლის ტექნიკის შესახებ ეკნებოდათ მათ საუბარი. ნახოთ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი. დადგა შერკინება, მიაწვა ჯარიმის უპირატესობა არის გაიტანა ხაზზე მეტრეველი, მოკლე გადაკიდება მორიგი მეტრეველის თავად არა უხდა, მაგრამ ნახოთ წინ თამაში არისო, კი იყო, არა ერთი სავარაუდოდ თან. ესეც დროს მოაგებინებს ტაოს ჯარიმის გადატანაშიც გარკვეული დრო გავა, ასე რომ მათ წისქვილზე ასხავს ახლა წამზომი. თან როგორც ყველაზე ცოტა ცენტრამდე მაინც აავლენ ალბათ ამ დარტყმით ტაოს მორაგბეები და კუთხე კი მახვილია, თუმცა მარციში შორია ცენტრამდე. ხო. ნახოთ. კი ბატონო. გადაცდა კიდეც ცენტრს. ტაოს ახლა სჭირდება ბურთის მაქსიმალურად შენარჩუნება და საპირისპიროდ ხვამს ის ერთი შანსი, რომელსაც გამოიყენებს. ძალიან დაძაბული ბოლო წუთები მიმდინარეობს, ბოლო 6 დაახლოებით 6 წუთი არის დარჩენილი. თოდუამ შეცვალა, ქობელაშვილი ეს შეცვლა გამეპარა. მეც ვერ შევამჩნი. საერთოდ ისე მოხდა შეცვლები ამ მატჩში, უმეტესობა ვერ შევამჩნი, რომ შემოვიდნენ მერე თუ აუზების დროს ისე გაკეთდა. როგორც ჩანს, კი ბატონო. ქუცნიაშვილი რა კარგი იყო ღია თამაშით შერკინებების შემდეგ მარჯვენა ფლანგი გაიშალა. გინდრაუ ბურთთან კარგი ბოჭო დაახვედრეს მას ხვამლის მორაგბეებმა, კიდევ ერთი ხაზში გატანა, არც ისე კარგი გიგინეიშვილი ბურთთან. გიგის ამოგდება მეტრეველი აფეთქდა. უპს. ძალიან დასანან მომენტში მოუწია ამ ხარვეს შემოჭრა. ძალიან საინტერესოა რა ხდება ახლა მოედანზე, თქვენთან ერთად გავიგებთ ჩვენც სავარაუდოდ ძვირფასო მაყურებლებო. დაუბრუნდით თამაში, როგორც ჩანს, არ ვიცით ახლა უნდა ვივარაუდოთ რა მოხდა, მაგრამ მალე გავიგებთ ძალიან ამ ყველაფერს. რასაც ხედავთ, ვერ მოახერხეს ამ ძალიან მწვავე შეტევის წარმატებით დაბოლოება ტაოს მორაგბეებმა. სავარაუდოდ იქნება შერკინება, თუ ვისი ამას მოგახსენებთ ძალიან მალე. ცხრა ნომერიც არ ჩანს ბურთიანი კი. ხვამლის შერკინება. წინ დაუვარდათ სამთხე ჯავახეთლებს ბურთი. ცინცაძე ემატება შერკინებას. კურტანიძე თუ დარჩება დრო იმის რომ კურტანიძე დაბრუნდეს მოედანზე, ეგეც მაგასაც ვერ გეტყვით ზუსტად. კიდევ ცდილობს ტაო მიწოლას, მაგრამ არა, გაიტანა ბაიხოიძემ ბურთი. შეტევა მეტრეველი ხდება. მოიგო გარკვეული მეტრები ბაიხოიძემ. ახლა გაიუმჯობესებს სავარაუდოდ პოზიციას. ესიკ თაყნიაშვილი. რა არჩევანი აქვს? ხვამს ალბათ ფეხით უნდა დაარტყან, კი ბატონო. ძალიან რთული აქედან წამოიღო შეტევა. რისკად არც უღირთ, მაგრამ ძალიან ცუდი დარტყმული ბურთი უვარდება ვასაძეს. მაგრამ შემდეგ დაიკარგა წინ თამაში. ხვამლი. აქედან უკვე ხელით აპირებს წამოღებას, ფეხით თამაში უტიძე დასრულდება უპირატესობა, ჩავარდა და გადავიდა კიდეზე. კარგად გამოვიდა ძალიან
ხვამლი ბატონო მოედნის 22 მეტრიანი ზონიდან. თუმცა ბურთი ისევ ტაოსია, რაც ხელს არ აძლევს ხვამლს, ეს არც ხელსაყრელია ხვამლისთვის, რა თქმა უნდა. ტაო შეუტევს და ეცდება გააკონტროლოს ბურთი მეტოქის ნახევარზე. სუდად მოახერხა დერეფანში ბურთის მოგება ტაომ, მაგრამ შემდეგ ჯარიმდება კვაბზირიძის კარგი თამაშის შემდეგ უკვე ხვამლი. და 2 წლის გიორგი შკინინი მოთამაშე მწვრთნელი ტაოსი კარნახობს ახლა მითითებებს გარედან დღეს ის არ თამაშობს თუმცა ამ გუნდის შენებაში მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ნამდვილად ბოლო წუთები დაძაბულობასთან ერთად დამძიმდა. საბა ნიკოლაშვილი კიდეზე გადასვლას ეცდება, გადადის დამაჯერებლად 22-ში შეიყვანა თავისი გუნდი. უფრო ყურადღებით შეეძლოთ ალბათ ხვამლის მოთამაშეებს ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ არ იყო ეს დარტყმა ისეთი შესრულებული, რომლის დაჭერაც არ შეიძლებოდა. იქამდე ჯობდა რომ ჯარიმა არ აიღოთ, როდესაც ბურთი მოიპოვეს მეტოქის დერეფნის შემდეგ. ეგ რა თქმა უნდა. ახლა კი ტაო ძალიან სახიფათო შეტევა წეღა როგორც ვიძახდით მარჯვენა ხელით. კარგი 22 შეტევა მოლს აყენებს ტაო, კარგად დაძრეს მათ ეს მოლი, გაუჭირდება ხვამს ამ მოლის წესებით შეჩერება. წინ მიიწევს ტაო ხვამლი ვერ იცავს თავს შეაყენეს რელსებზე ბრწყინვალე მოლი ხაზიც ჩართულია დალელო მიწათან როგორ მკაფიოდ გამოჩნდა სადა მიწეს და გარდასახვის შემთხვევაში წარმატებულად გარდასახვის შემთხვევაში უკვე 8 ქულით ერთი ლელო აღარ ეყოფა გარდა ამისა ნუგეშის ქულასაც გამოაცლის ხელიდან კი ბატონო თუმცა ვნახოთ როგორ შეძლებენ გარდასახვის დარტყმას ტაოს მორაგბეები იროდიონ ქუცნიაშვილი გახლავთ გატანილი ლელოს ავტორი შემოსვლის შემდეგ ძალიან კარგი და გამორჩეული იყო მაგარი შემოსვლა ჰქონდა ქუცნიაშვილს ნამდვილად შერკინებაში ძალიან კარგად წარსდგა მოახერხა ორჯერ დაეჯარებებინა მეტოქე ლელოს გატანა მოახერხა კარგი იყო დაცვაში მეტი რა შეიძლება გააკეთოს პირველმა ნომერმა შკინინი იყო მწვრთნელი ქუცნიაშვილის ხულიგანას პერიოდში ამ დროიდან იცნობენ ისინი ერთმანეთს ეგ ინფორმაცია მე არ მქონდა და რაღაცა სიტკიებს ყვაბზირიძეც ზუსტია ეს დარტყმაც უმნიშვნელოვანესი ქულები აიღო საბა ნიკოლაშვილმა ისიც კარგად ჩაერთო შეხვედრაში ჯარიმები ძალიან დამაჯერებლად გადაიტანა ღია თამაშიც არ დაუწყო ცუდი ფეხი და 25-ით 17-ს იგებს ტაო და ესე თუ დამთავრდა მატჩი გამოვა რომ ხვამლმა სანუგეშო ერთი ქულის აღებაც ვერ მოახერხა ორ ბოჭვა იყო მაგარი ბოჭვა მოხდა ახლა ტაოს მორაგბეს მეტრეველი შეუძლია თავაწასვლა ამოგდებაც მოახერხა კარგი ამოგდება იყო ნასოკი ტამბუა პასი ნავროზაშვილს პასი უნდა ახლა ტურანგათასაც წინ თამაში და აქედან ბალეილევუკა კონშეტევაზე ნიკოლაშვილი ბოლომდე დარჩა ეპიზოდში ლუტიძე აჩქარდა ლუტიძეც სახიფათოა ძალიან გახსნილია და არეული ახლა ტაოს დაცვა ეძებს სივრცეს საბა არაგველი გამოგდება და გრძელდება ყვაბზირიძე წავა ჰეტრიკზე თუმცა შორია ერაკავებენ ყვაბზირიძეს რა თამაშს ატარებს ყვაბზირიძეც
თაყნიაშვილმა სწრაფად გამოიტანა ცინცაძე. ბალეილევუკა კარგი ბოჭვა შესრულდა მასზე ამოგდება. კარგად უტევს ხვამლი, კარგად იცავს ტაო, ნახოთ სად გატყდება ნავსი ვის წინსვლა აქვს ჯერჯერობით. შეტევა. კარგად ეძალებიან ხვამლის მორაგბეები, კარგი შორი პასი ხაში. ლუტიძე ბურთან არა დააგზელა მან რაკი დააცარა 9 ნომერს ბურთის გამოტანა. თაყნიაშვილი ფეხი თაყნიაშვილის შესრულებით ზუსტია, მაგრამ რა ეპიზოდში კარგავს ბურთს ეს ამ ბურთის დაჭერა ლუტიძე თუ არაგველი გახლავთ ეს მორაგბე ეს ბურთი რომ დაეჭირა არაგველს ლელოსგან ვერაფერი ვეღარ გადაარჩენდა შემდეგ უკვე ტაოს მაგრამ თუ პირატესობა თამაშგარე ხვამლის მორაგბეებს დილემა რა უნდა ქნან ახლა ჩემი აზრით კარში უნდა დაარტყას ხვამლმა ხო სავარაუდოდ რას მისცემს ლელო არც არაფერს რეალურად თუ დრო სწორი არ არის და არის 3 წუთი შეიძლება ყველა ვარიანტი კარში უნდა დაარტყან ჩემი აზრით შემდეგ თამაშის მოგების შანსიც რჩება მე ითამაშონ ლელოზე კი ბატონო ესეც იქცევიან ხვამლის მორაგბეები ბალეილევუკას გათამაშება უნდა და გასაგებია უყვართ ეგეთ თამაში ისე შტაბეჭდილებამ შეება ხოლმე რომ ქულებზე დიდად არ ღელავენ ეგ ხალხი სიამოვნებას იღებენ რაც უნდა მარტო არის თამაში და სიამოვნების მიღება რასაც მივესალმები მე პირადად ვერაფერს ცუცს ვერ ხედავ მაგაში ლოცავენ უკვე ტაოს მორაგბეები თითქოს ერთმანეთს როგორც ჩანს უბრალოდ სანუგეშო ქულაზე უწევთ ხვამლის მოთამაშეებს თამაშიდან ოქმის მიხედვითაც მე-80-ე წუთია ესე იგი გასულა დრო ასეთი ფინალი არ ვიცი დღეს სადგამიდან ვერა და ვერ გაისწორა ხვამლის ვერც ერთმა დამრტყმელმა მიზანი დასრულდა შეხვედრა 17-25 ვინიცის პლეიოფისთვის მებრძოლ უაღრესად დაიძაბა კიდევ ამ თამაშის შემდეგ საცხრილო სატურნირო მდგომარეობა რა მოხდება მოკლედ ბოლო ტურამდე კაცმა რიცის და ვერავინ ვერ იტყვის ხვამს დარჩა 33 ქულა 33 ქულა აქვს ასევე არმიას პირველ ადგილზე გახლავთ 15 ტურის შემდეგ არესი 56 ქულით მეორე ადგილზე ქუთაისის აია 53 ქულით ბათუმი მესამე ადგილზე 48 ქულით ამის შემდეგ არის დიდი ჩამორჩენა ხარები მეოთხე ადგილზე 38 ქულით 33 როგორც უკვე მოგახსენეთ ხვამლი და არმია 28 ლელოს არასენს და ლელოსაც უჩნდება შანსები თან საკმაოდ სერიოზული პლეიოფისთვის ბრძოლის ყაზბეგი 27 ქულით ტაოს 25 გაუხდა და 24 უпростоრად და 15 ყოჩებს მიუახლოვდა 3 ქულამდე ყაზბეგს ტაო ძალიან დაძაბული ბოლო ტურები გველის 6-ულთან ახლოს ყოფ გუნდებს ყველას ერთმანეთთან დარჩათ როგორც მახსოვს ბოლო 3 ტურში აი ჩავხედოთ ესეც თქვა და დავაანონსოთ შემდეგი თამაშიც მე-16 ტურში არმია ხარებს მიიღებს საშინაო არენაზე აუჭალაში 14 მარტს აია არესი გაიმართება ძალიან დაძაბული ქუთაისური დერბი ორთაბრძოლა იქნება ლელო ყოჩები ტაო ბათუმი ყაზბეგი ხვამლი ასე რომ ინტრიგა ბოლოსკენ უფრო და უფრო იმატებს და ნახოთ ვინ რას გააწყობს ძალიან საინტერესო 3 ტური გველოდება მინიმუმ რეგულარული ჩემპიონატის. ჩვენ კი უნდა გითხრათ, რომ სულ რაღაც 10-ოდე წუთში დაიწყება A-ლიგის, ასაკობრივი ლიგის ფინალი, სადაც ტრადიციული მეტოქეები უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციულ მეტოქეებად აია და ლელო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ქუთაისში გაიმართება აია არენაზე, 10-ოდე წუთში დაგიბრუნდებით. კვლავ კარგად წამდებოდეთ.